ბოლო 3 ღამე მართლა აი რატომაც ამეკვია და ფიქრობ ლაზიკის სპორტზე. თორე ხედავ რამხელა აი ჩინეთის ეკონომიკა წამოვიდა. ევროზონაში ძალიან დიდი ზრდა არის. ეხლა რო გქონდეს მაგარი სატრანზიტო პორტი ჩვენ აქ, რო ვითარდებოდეს. იცით რამხელა წუთებს წამოვიდა, რამდენი ადამიანი დასაქმებოდა, 1000-ობით 1000 ადამიანი და დღეს კანალიზაცია წყალსადენი და ნაპირისამაგრე ყველაფერი ჩაჭრეს იქა და მართლა ნადგურდება ყველაფერი მხოლოდ იმის გამო რომ მე ყოველ დღე ესე დავდიოდი და ესე მომწოდა იქაურობ. მხოლოდ იმის გამო მე სხვა ახსნას ვერ პლობ, იმიტომ რომ ვიცა რუკაზე დაუხედია, როგორ შეიძლება ამდენი ათეული კილომეტრი შენი ზღვის კონდეს განუვითარებელი 21 საუკუნეში შეგეძლება არ არსებობს. ყველას ვისაც უნდა ეკონომიკის განვითარება, ყველა მიხვდება რომ იქ უნდა იყოს მაგალი პორტი, იმიტომ რომ ყველაზე მაგალი ზღვის ღრმა ზღვის კანიონია, პირდაპირ ყველაზე მოკლე გზაა კონსტანცაზე. და რა აფხაზეთის რკინიგზა. აი ეს არის დიდი სატრანსპორტო ტერმინალი და აი რა მოიზიდავს მართლა აფხაზეთს ის რომ დემარკაციის აქეთ ხარეს მართლა განვითარება. რკინიგზა რა არის იცით აფხაზეთის? ჩვენ რუსებს მივცემთ საშუალებას რომ ინვესტიციები მოზიდოს აფხაზეთში და ერთხელაც სამუდამოდ დაგვაკარგიოს ეს ადგილი. დღეს ჩიხია აფხაზეთი. როგორც კი რკინიგზა იქნება, ჩვენ ვერაფერს ვერ მოვიგებთ, ჩვენ ეკონომიკა გადმოწყობილია უკვე და იქ რეალურად მოხდება ფაქტობრივი განვითარება ოკუპანტების მიერ. მაშინ როცა ლაზიკის სპორტი ზუსტად ეს იყო რომ აქეთ ხარეს აკეთებ და აქეთ აკეთებ განვითარების და მიზიდულობის წერტილს და აქეთ მოგაკ ყველაფერი მათ შორის აფხაზების პოზიტიური ენერგია მოგაკ აქეთ და მათ აძლევ ახალ შანსს და ახალ დანახვას საქართველოს. როგორ შეიძლება ეს გეზიზღებოდეს ხოლმე იმის გამო რომ სააკაშვილს უყვარს იქაურობა.